ადოლფ ჰიტლერი ბოროტების განსახიერებაა. ის ისტორიაში ყველაზე გენოციდური დიქტატორია. ის პასუხსაგებს 6 მილიონი ებრაელის, 100,000 სლავის, ბოშის, ჰომოსექსუალისა და ფიზიკური თუ მენტალური შეზღუდვის მქონე ადამიანის მკვლელობაზე. მათი კივილი ერთი დიდი უბედურება იყო მამაკაცების, ქალების, ბავშვების, რომლებიც ერთ კუბოში იყვნენ ჩაყრილი, საშინელი სცენები, რომლებსაც თვით დანტეს ჯოჯოხეთიც ვერ გაუწევს კონკურენციას, ის ხორციელდებოდა. ეს არის ისტორია ადამიანზე, რომელიც იმდენად იყო შთაგონებული ეშმაკისგან, რომ ცივილიზებული და განათლებული ერის დარწმუნებას ახერხებს გახდნენ მისი ავადმყოფური დანაშაულების თანამონაწილენი. ცივსისხლიანი და სისტემური გენოციდის დაგეგმა, ხალხის ინდუსტრიული განადგურების გეგმა, ეს იყო ახალი და ამავე დროს საშინლად ახალი წარმოუდგენელი სისასტიკე. და როგორ ხდება, რომ ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივად იბადება, გარდაიქმნება ყველაზე სასტიკ და ბოროტ დიქტატორად, რაც კი ოდესმე უნახავს კაცობრიობას. ისტორიის პლატფორმა წარმოგიდგენთ. მე-20 საუკუნეში მოღვაწე დიქტატორთა ისტორიებს სერიალში ბოროტების აღმავლობა. სერია მეორე. ადოლფ ჰიტლერი, სიკვდილის იდეოლოგი. როდესაც 1945 წლის დასაწყისში საბჭოთა ჯარები გერმანიის ფრონტს კვეთდნენ, მეორე მსოფლიო ომის შედეგი უკვე ნათელი გახდა. ნაცისტთა ლიდერი ადოლფ ჰიტლერი ხვდება, რომ მარცხი გარდაუვალია. მიუხედავად ამისა, 30 იანვარს ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან 12 წლის თავზე ის თავის ბოლო საჯარო მიმართვას ავრცელებს. ველი რომ თითოეული გერმანელი ბოლო ამოსუნთქვამდე შეასრულებს თავის მოვალეობას და მზად იქნება გაიღოს ყველა მსხვერპლი, რასაც კი მას სთხოვენ. 10 წუთის განმავლობაში ჰიტლერი აფრთხილებდა ერს, რომ ომის შემდეგ ევროპის ქვეყნები ბოლშევიკურ აგრესიას ვეღარ გაუძლებდნენ და მოუწოდებდა მათ, რომ აღდგარიყვნენ საბჭოთა არმიის წინააღმდეგ და ებრძოლათ ბოლომდე. მაშინაც კი, თუ ეს გერმანიის სრულ განადგურებას გამოიწვევდა. როგორც ბიბლიური სამსონი, რომელმაც ტაძრის სვეტებით თავზე ჩამოინგრია, ისე სურს ფიურერს ყველაფრის დაქცევა თავის თავთან ერთად. იგი თავადაა გერმანული სახელმწიფოც, რაც მას სურს, ის უნდა მოინდომოს სახელმწიფომაც, თუ ჰიტლერი იღუპება, გერმანიაც უნდა დაეცეს. ამიტომ ის გასცემს ბრძანებას ეგრეთ წოდებული ნერონის ბრძანების შესრულებაზე, გერმანიის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, როგორც სასჯელი მარცხის გამო. მაგრამ დღემდე ჩდება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. არა ის, რომ ამ შეშლილმა ომი წააგო, არამედ როგორ შეძლო ასეთი გიჟური იდეების მქონე ადამიანმა ხელისუფლებაში მოსვლა. 1999 წლის გაზაფხულზე ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუში ინის ნაპირზე მდებარე პატარა ბინაში ქალაქში, რომელიც გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს, დაიბადა ადოლფ ჰიტლერი. ის იყო მეოთხე შვილი იმ 6-დან, რომლებიც ღრმადმორწმუნე კათოლიკურ ოჯახში უნდა დაბადებულიყვნენ. ბავშვობიდანვე ადოლფს მათი სიკვდილი აცნეს. 3 ძმა და 1 და ჩვილობაშივე გარდაეცვალა. შემდეგ მოდის მამა ალოიზი. ის იყო ადამიანი, რომელიც სასმელით გაჟღენთილი ბრუნდებოდა სახლში და ძალადობას არიშურებდა. მამამისი სასტიკად სცემდა შვილს. ჰიტლერმა ადრეული ასაკიდანვე ისწავლა, რომ ძალა იყო სამართალი და რომ ბატონობა მხოლოდ სისასტიკით მიიღწეოდა. ზოგიერთი ცემის დროს დედამისი კლარა შვილს თავზე ეფარებოდა, რათა დარტყმები თავად მიეღო. როგორც მისი მკურნალი ექიმი ედუარდ ბლოკი იხსენებდა, კლარა მთელი არსებით შვილების მოვლას უძღვნიდა თავს. და მიუხედავად იმისა, რომ ადოლფი იმ ტიპის დედიშვილი არ იყო, როგორც ამას ზოგადად უწოდებენ, მე არასდროს მინახავს დედა-შვილის შორის ასეთი მჭიდრო კავშირი. 1900 წელს ჰიტლერი საცხოვრებლად ლინჩში გადადის და სწავლას საშუალო სკოლაში იწყებს. სწორედ იქ პირველად ეცნობა იდეებს, რომლებმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრეს. ეს იყო რაღაც მიზნის შეგრძნებასავით, რაც მანამდე არასდროს განუცდია. მას ჰყავდა ისტორიის მასწავლებელი ლეოპოლდ ფოხი, რომელიც გერმანული ნაციონალიზმის იდეით იყო ანთებული. ავსტრია კი ამ დროს მრავალეროვან ძველ იმპერიას მიეკუთვნებოდა, მაშინ როცა გერმანია ახლად შექმნილი სახელმწიფო იყო, რომელიც 1866 წლიდან იწყებს გაერთიანებას. ორ ქვეყანაში ერთი ენა ისმოდა და გაჩნდა რადიკალური იდეა, რომ ორივე ხალხი უნდა გაერთიანებულიყო ერთმთლიანობაში.
ეს იდეა ერთიანებდა უკიდურეს ნაციონალისტსა და პატრიოტის, რომ ადამიანს უპირობოდ ერწყმუნა საკუთარი ქვეყნის და ეგრძნო თავისი თავი რასის საზოგადოების ნაწილად. ჰიტლერმა ეს იდეა აიტაცა, რომ ყველა გერმანელი ერთ დიდ პანგერმანულ სახელმწიფოში უნდა გაერთიანებულიყო. 1907 წელს სულ რაღაც 16 წლის ასაკში ჰიტლერი ტოვებს სკოლას და მიემგზავრება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ერთ-ერთ უდიდეს ევროპულ ქალაქში. ახალგაზრდა ჰიტლერს ხელში უჭირავს სქელი დასტა ნახატებისა. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ სწავლა დაიწყოს პრესტიჟულ ხელოვნების აკადემიაში. კანდიდატთა რიცხვი 100-ს აღემატება, მხოლოდ 28 უნდა შეირჩეს. ჰიტლერი აგზავნის თავის ნახატებს, შემფასებელთა შენიშვნებში წერია: დამაკმაყოფილებელი ნამუშევრები, მაგრამ სახეები ძალიან ცუდად შესრულებული. არავით არის განსაკუთრებული ნიჭი. მისაღებად არ განვიხილავთ არც რეკომენდაციას. უარი, რომელსაც მიხვება პირადი ტრაგედია. დედამისი კლარა სიმსივნით გარდაიცვალა. და შემდეგ მოდის საბოლოო დარტყმაც. ხელოვნების აკადემია მეორედაც უარს ეუბნება. ეს უარი გაცილებით მტკივნეული აღმოჩნდა, ახლა მისთვის ყველაფერი დასრულდა. დაბრუნების იმედიც კი აღარ იყო. ჰიტლერი ღრმა დეპრესიაში ვარდება. ის არც სამსახურის მოძიებას ცდილობს და საბოლოოდ უერთდება უმუშევარი მამაკაცების დიდ მასას. ბოლოს კი თავშესაფარში ცხოვრობს უსახლკაროებთან ერთად და ეს იყო გამოცდილება, რომელმაც იგი სამუდამოდ გააქვალა. ამ პერიოდში მე გამიბუჟდა გული და დღემდე შემიძლია ვიყო ისეთი მკაცრი, რომელიც არასდროს არავის მონახი ვარ. გადარჩენისთვის ჰიტლერი ვენაში შენობების ნახატებს ყიდის და პარალელურად იწყებს პოლიტიკის დაკვირვებას. მას გულისრევით ეზიზღება, მაგრამ ერთდროულად იზიდავს მზარდი სოციალისტური მოძრაობა. მისი აზრით, თუ ნაციონალისტები არ იპოვნიდნენ ანტიდოტს, მსოფლიო კომუნისტური გახდებოდა. მას კი განსაკუთრებით აინტერესებს მათი ერთი ტაქტიკა. რამაც იგი ნამდვილად შთააგონა იყო ის, თუ როგორ იყენებდნენ სოციალისტები ძალადობას ქუჩაში, რათა თავიანთი გზავნილი გაეტანათ. მივაღწია იმ შეგრძნებას, რომ ფიზიკური ტერორი ინდივიდისა და მასების მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. ჰიტლერი იწყებს სხვა მიმართულებით დაკვირვებასაც, ფიქრები, რომლებიც მის ცნობიერებას გარდაქმნის საბოლოოდ. ვენაში 1910 წელს უზარმაზარი ებრაული მოსახლეობაა. ქალაქში დაახლოებით 175,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს და ჰიტლერი მათ მიზიზღით ივსება. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ებრაელები მხვდებიან და რაც უფრო მეც ვხედავ, მით უფრო მკვეთრად გამოეყოფიან ისინი ჩემს თვალში დანარჩენ კაცობრიობას. მე აღარ ვარ უსახო კოსმოპოლიტი, მე ანტისემიტი გავხდი. ჰიტლერისთვის მხოლოდ 21 წლის ასაკში ფორმირდება ნაცისტური იდეოლოგიის მთავარი საძირკვლები. პიროვნული სიმკაცრე, უკიდურესი ნაციონალიზმი, ძალისმიერი რწმენა ძალადობითა და შიშით და ებრაელების მიმართ მძაფრი სიძულვილი. ვენა იყო და დარჩა ჩემი ცხოვრების უჭირველესი, მაგრამ ყველაზე სიღრმისეული სკოლა. სწორედ იქ ჩამოვაყალიბე ის პოლიტიკური შეხედულებები, რომლებიც აღარასდროს დამტოვებს. 1914 წლის აგვისტოში დგება მოვლენა, რომელიც ჰიტლერსა და ყველა გერმანულენოვან ხალხს შემზარავად შეცვლის. იწყება პირველი მსოფლიო ომი. ოცდახუთი წლის ჰიტლერი, როგორც ჩანს, დიდად აღფრთოვანებული ბრბოს უერთდება ომის პირველ დღეს. არსებობს ფოტო, სადაც ის ვენის აუდენსპლაცზე ბრბოში დგას, გაღიმებული სახით, ომის გამოცხადებას ზეიმობს. გაღიმებული იმიტომ, რომ მას გულწრფელად სჯეროდა, რომ გერმანია ახლა შეძლებდა ძალაუფლების მოპოვებას ევროპაში და მას სურდა, რომ ამ პროცესის ნაწილი ყოფილიყო. ამიტომ ის იმავე დღეს ირიცხება გერმანიის არმიაში.
ახალგაზრდა გერმანელი ნაციონალისტი ადოლფ ჰიტლერი ბავარიულ ქვეითარაზმს უერთდება როგორც ორდონანსი, ცნობის მიმტანი ჯარისკაცი იგივე შიკრიკი. მისი დავალება იყო ბრძოლის ხაზზე გადამწყვეტი შეტყობინებების გადატანა, მაგრამ ორდონანსობა უსაფრთხო ამოცანა არ გახლდათ, რაზმი მძიმედ ზარალდებოდა ყოველთვის. ჰიტლერმა აღმოაჩინა, რომ ხტალი არ იყო. იგი ძალიან დიდი ძალისხმევით უძლევდა ტყვეების ზუზუნს და თავის გასაკეთებელს მაინც აკეთებდა. ომის პირველ წელს იგი დაჯილდოვდა მამაცობისთვის რკინის ჯვრით. ამასთანავე, მან გამოავლინა თავისი პრინციპული უარი კომპრომისებზე. მაშინ, როდესაც 1914 წლის შობა ღამეს გერმანელი და ბრიტანელი ჯარისკაცები არავის მიწაზე ერთად მღეროდნენ საშობაო სიმღერებს, ჰიტლერმა ყოველგვარ მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორ ბედავე მტერთან ძმობას, მან თქვა, ესენი მტრები არიან, ვერ დაუჭერთ ხელს მას, ვისაც უნდა ვესწროლოთ, ეს ომი სიცოცხლისა და სიკვდილის ბრძოლა. ჰიტლერს მთელი გულით სურდა, რომ გერმანიას ეწარმოებინა ეს ომი და მოეგო, მაგრამ 1918 წელს მისი იღბალი გამოილია. იპრის ბრძოლაში ჰიტლერი დაბრმავდა. ბრიტანელების მიერ გამოყენებული ქიმიური იარაღით მასტერდის გაზით, რომელიც აზიანებდა ფილტვებს, თვალებსა და რბილ ქსოვილებს. დაჭრილი ჰიტლერი გადაჰყავთ ჩრდილო გერმანიაში საბრძოლო ჰოსპიტალში სამკურნალოდ. როგორც წესი, მსგავსი გაზით დაბრმავება რამდენიმე საათში ან დღეში ქრება. მაგრამ ჰიტლერისთვის შემთხვევა უცნაური იყო, თვალის ხედულობა არ უბრუნდებოდა. ექიმებმა ვერ გაიგეს მიზეზი. ერთი ვერსიით მათ მოიწვიეს გერმანელი ფსიქოლოგი ედმუნდ ფორსტერი, რომელმაც იგი გამოიკვლია. ფორსტერმა დაასკვნა, რომ დაბრმავება ფიზიკური კი არა ფსიქოგენური, ანუ ისტერიული იყო. მისი რჩევით ჰიტლერის განკურნების ერთადერთი გზა მაღალი თვითშეფასების სტიმულირება იყო. ფორსტერი ჰიპნოზს ქვეშ ატარებს ჰიტლერს და ეუბნება: შენ ხარ ბრმა, მაგრამ რადგან ღმერთმა გამორჩეულად შექმნა, შეგიძლია ნებითა და რწმენით დაიბრუნო მხედველობა. ჰიტლერმა თითქოს დაიჯერა, რომ მიუხედავად თავისი ღარიბი წარსულისა და უბრალო წოდებისა, იგი გამორჩეული პიროვნებაა. და ის აზრი, რომ ბედი მას მიუჩენს განსაკუთრებულ როლს ისტორიაში, მის ცნობიერებაში მტკიცედ ფესვგადგმული იყო. ერთი ვერსიის მიხედვით ფორსტერი ეუბნება: შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია გერმანიის დიდების აღდგენა. ეს სიტყვები ჰიტლერს გულში ჩაუვარდა და იგი აღარ ფიქრობდა, რომ უბრალო მოკვდავი იყო. შემდეგ ფორსტერი ჰიტლერის თვალების წინ ანთებულ სანთელს უტრიალებს და ეუბნება: თუ შეგიძლია ალი დაინახო, შენ განიკურნე. ეს ფსიქოლოგიური თამაში შედეგს იძლევა და ჰიტლერს მხედველობა უბრუნდება და ამით იგი საბოლოოდ რწმუნდება, რომ ის ბედისწერის მიერ შექმნილი კაცია. პირველი მსოფლიო ომის ბოლოს კაპრალი ადოლფ ჰიტლერი შემაძრწუნებელ ამბავს იგებს. დარბაცებული მღვდელი შემოვიდა და გვამცნო, გერმანია დანებდა, ომი დასრულდა. ჩემს თვალებში კვლავ ჩამოწვა სიბნელე. შემდეგ დადგა საშინელი დღეები და კიდევ უფრო მძიმე ღამეები. ამ ღამეებში ჩაისახა სიძულვილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ მოღალატეობაზე. სწორედ ამ დროს თავის თავთან ჰიტლერი ფიცდებს. როდესაც საწოლს მიჯაჭვული ვიწექი აზრმა გამიელვა, მე უნდა გავათავისუფლო გერმანია და კვლავ გავხადო ის დიდებული. მაშინვე მივხვდი, ეს ასეც იქნებოდა. 1919 წლისთვის 30 წლის ჰიტლერი ბრუნდება მიუნხენში, ქალაქში, რომელიც ომმა სიღატაკემდე მიიყვანა. მას გულწრფელად სწამს, რომ გერმანიამ ომი იმიტომ წააგო, რომ მარცხი მემარცხენე პოლიტიკოსებმა განზრახ მოაწყვეს. მათგან მრავალი ებრაელი იყო, რომლებიც გერმანიის კაპიტულაციას გეგმავდნენ. მისთვის 1918 წლის ზავი გახლდათ მოღალატეობრივი დარტყმა ზურგში, დარტყმა, რომელიც სამხედროებს კი არა, პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით ებრაელებს მიაწერდა. თავისი აღთქმის ერთგული, რომ გერმანია კვლავ დიდებული გახდეს, ჰიტლერი უერთდება ერთ არასამთავრობო მარგინალურ პარტიას, გერმანიის მუშათა პარტიას.
პარტიას არ ჰყავდა პარლამენტის არც ერთი წევრი და მხოლოდ რამდენიმე ასეული მხარდამჭერი თაღი რიცხებოდა. თუმცა ისინი აწყობდნენ მღელვარე შეკრებებს ლუდის ბარებში, სადაც ჰიტლერი აღფრთოვანებული იყო მათი კომუნიზმში შეტევებით და ანტისემიტური იდეებით. პარტიის წევრები მალევე ამჩნევენ ჰიტლერის ნებასა და გაუმეტყველებას საზოგადოებრივი გამოსვლებისას და ნიშნავენ პარტიის პროპაგანდის ხელმძღვანელად. მალე პარტია იცვლის სახელს და ხდება ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია, იგივე ნაცისტური პარტია და მისი ლიდერი ხდება ადოლფ ჰიტლერი. როგორც კი ძალაუფლებას იღებს, ჰიტლერი იწყებს ერთ-ერთი იმ გაკვეთილის გამოყენებას, რაც ვენაში ისწავლა. ძალადობა მუშაობს. ის ქმნის ნახევრად სამხედრო ორგანიზაციას, რომლის ბირთვსაც მისნაირი იმედგაცრუებული ყოფილი ჯარისკაცები წარმოადგენდნენ. ეს კი არის ყავისფერ პერანგიანების, ანუ შტურმაველების ჯგუფი. ნაცისტური პარამილიტარისტული დაჯგუფება მზად იყო ჩაედინა ძალადობის აქტები, მათ შორის მკვლელობაც კი. ეს კი სრულად ეთანხმებოდა ჰიტლერის საკუთარ შეხედულებას ძალასა და ტერორზე, რომ გამარჯვება მიღწევადია მხოლოდ აგრესიით. ამ ეტაპზე ჰიტლერის მიზანია ძალაუფლების მიტაცება ძალით და არა არჩევნების გზით. ამიტომაც 1923 წელს ის ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას. ინსპირაციას კი იტალიიდან იღებს. ჰიტლერი განსაკუთრებით აღფრთოვანებული ახალი პოპულარული მემარჯვენე მოძრაობით ფაშისტებით, რომელსაც ბენიტო მუსოლინი ხელმძღვანელობს. მისთვის მუსოლინი იყო გიგანტური ფიგურა, შთამბეჭდავი სახითა და იმიჯით. თელმა მსოფლიო მიცოდა მის შესახებ. 1922 წლის ოქტომბერში ბენიტო მუსოლინი 30,000 შავ პერანგიანთან ერთად რომისკენ მარშს იწყებს და ძალაუფლებას იტალიაში იბრუნებს. იტალიის მაგალითმა დაამტკიცა, რომ ძალაუფლება შეიძლებოდა ძალით მიგეღო და არა სავალდებულოდ ბიულეტინის ყუთით. ჰიტლერი გადაწყვეტს იგივე გააკეთოს. 600-მდე ყავისფერ პერანგიანთან ერთად ჰიტლერი იჭრება ბავარიის ლუდის დარბაზში, სადაც ამ დროს შტატის პრემიერ-მინისტრი გუსტავ ფონ კარი მართავს შეკრებას. ჰიტლერი ჭერში ესვრის ტყვიას და აცხადებს: დაიწყო ეროვნული რევოლუცია. შემდეგ იგი მიუნხენისკენ მოემართება ძალაუფლების მისატაცებლად, თუმცა სახელმწიფო პოლიცია უკვე გაფრთხილებულია და ცეცხლს ხსნის. 14 ნაცისტი ადგილზე კვდება. ჰიტლერი კი მხოლოდ დაიჭრება და თავს დააღწევს დაპატიმრებას, მაგრამ 3 დღის შემდეგ იგი აიყვანეს და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით მოსამართლემ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ყველას ეგონა, რომ ჰიტლერი დასრულდა. ციხე-მომავლის ფიურერისთვის ფიქრის ადგილი აღმოჩნდა. ეს იყო შანსი თავისი უკიდურესი შეხედულებები თანმიმდევრულ პოლიტიკურ პროგრამად ექცია. მის გვერდით იყო ნაცისტი თანამებრძოლი რუდოლფ ჰესი, რომელსაც ჰიტლერი ტექსტს გარნახობდა. ასე დაიწერა წიგნი, რომელიც მთელ მსოფლიოში წაიკითხეს. Mein Kampf, ჩემი ბრძოლა. Mein Kampf, ჩემი ბრძოლა. ნაცისტური მოძრაობის საბაზისო ტექსტია და ჰიტლერის პირადი პოლიტიკური იდეოლოგიური მანიფესტია. ამ წიგნში ყველაფერი წერია. ჰიტლერი ამტკიცებს, რომ გერმანელები რასობრივად უპირატესი ერია. ეს იდეა მომდინარეობს ჩარლზ დარვინის დამახინჯებული ინტერპრეტაციიდან, ფიტულთა გადარჩენის თეორიიდან. ის ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი გერმანელები ეკუთვნიან რასას, რომელთა სისხლი ძლიერია ყველა სხვა ერზე. ეს არის არიული რასა. არიელთა უპირატესობის დასტური კი მათი უნარი უნდა ყოფილიყო სხვა ერებზე ბატონობა. ჰიტლერი არიულ იდეალს თანამედროვე გერმანელებთან აიგივებს. მათ უნდა ჰქონოდათ ფიზიკური ნიშნები: ქერა თმა, ცისფერი თვალები, სიმაღლე და მამაკაცური აღნაგობა. ბუნებას არ აქვს პოლიტიკური საზღვრები. ის ქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე და აკვირდება ძალების თავისუფალ ბრძოლას.
ლიერმა უნდა იბატონოს და შეერიოს სუსს, რათა არ დაკარგოს საკუთარი სიდიადე. ეს ხალხი ბატონთა რასა უნდა გამხდარიყო ნაცისტურ გერმანიაში. ყველა დანარჩენი კი დაბალ საფეხურზე აღმოჩნდებოდა. და ვინც ყველაზე დაბლა აღმოჩნდებოდა, ღმერთიც ვერ დაეხმარებოდა. არავის უკვირს, რომ ჰიტლერის შეშლის სამყაროში ძირითადად ებრაელები არიან ამ ქვედა საფეხურზე. ისინი ჰიტლერისთვის სუფთა გერმანელობის შიგნიდან გამომფიტველი ავადმყოფები იყვნენ. ებრაელები ხშირად იყვნენ ფინანსურ სფეროში, საბანკო სისტემაში და სესხებზე. ეს საკმარისი გახდა გერმანიისთვის, რომელიც მორალურადაც და ეკონომიკურადაც გაკოტრებული იყო, მიუბრუნდებოდა ებრაელებს, როგორც პრობლემის ერთადერთ ახსნას. სატანის განსახიერებამ ბოროტების სიმბოლომ მიიღო ებრაელის სახე. ჰიტლერი აცხადებს, რომ ებრაელები არიან გერმანიის დამარცხების აგენტები და მიზეზნი, დამანგრეველი შინაგანი მტრები, რომლებიც აუცილებლად უნდა განადგურდნენ. ანტისემიტიზმი არც გერმანიაში და არც ავსტრიაში ახალი არ ყოფილა, მაგრამ ჰიტლერს ეს უკიდურესობამდე მიყავდა. უკვე 1920-იან წლებში ის წერილობით გამოთქვამს სურვილს გადაშალოს ებრაელები დედამიწის პირიდან. ის საუბრობს, რომ ისინი შხამიანი გაზით უნდა გაანადგურონ. ეს არის მომაკვდინებლად წინასწარმეტყველური წინაპირობა იმ რეალობისა, რაც 20 წლის შემდეგ ჰოლოკოსტის სახით განხორციელდა. ჰიტლერი ამტკიცებს, რომ არიულთა რასობრივი უპირატესობა უნდა გახდეს გერმანიის საგარეო პოლიტიკის საფუძველი. პირველ რიგში გერმანიამ უნდა დაიბრუნოს ყველა ტერიტორია, რაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაკარგა და აღადგინოს არმია ევროპის უძლიერეს სამხედრო ძალად. მაგრამ ის კიდევ უფრო შორს მიდის. Ein Kampfში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი იდეაა ტერმინი Lebensraum, ანუ საცხოვრებელი სივრცე. ჰიტლერის აზრით გერმანელებს აქვთ უფლება ძალით წაართვან მიწები რასობრივად სუსტ ხალხებს. ეს განსაკუთრებით გულისხმობს სლავებს და უპირველესად რუსებს. და სად იყო ეს სივრცე? აღმოსავლეთში. მილიონობით კვადრატული კილომეტრი, რომელიც რუსეთისკენ იშლებოდა, სწორედ იქ უნდა გაფართოებულიყო გერმანია. როდესაც ჰიტლერი ციხიდან გამოდის, მის რწმენათა სისტემას ერთ გამორჩეულ იდეას კიდევ ამატებს. ის აღარც მხოლოდ გამორჩეული ადამიანია, არამედ ის გახდა მესია. 1926 წლის ერთ დღესასწაულზე ის თავის მეგობრებს ამცნობს. მე დავასრულებ იმ საქმეს, რაც ქრისტემ დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა. ის ამტკიცებს, რომ მას ზეციური ძალა ეცხადება და ეუბნება, შენ ხარ რჩეული გერმანიის მხსნელი. მოგვიანებით ამ რწმენას სხვებიც გაიზიარებენ. მათ შორის სასულიერო პირებიც კი, რომლებმაც 1944-45 წლებში გერმანიის კრახის წინ გამოთქვეს მოსაზრება, რომ ჰიტლერი არის ქრისტიანული პრინციპის ქმედითი განახლება. ეს იდეა, რომ იგი რჩეულია, გადადის ჰიტლერის პოლიტიკურ კამპანიაშიც. როდესაც ცდილობს ნაცისტური მოძრაობა გადაიყვანოს ქუჩის ძალადობრივი დაჯგუფებიდან არჩევნების გზით მმართველ პოლიტიკურ პარტიად. ხშირად თვითმფრინავი, რომელთაც ჰიტლერი მგზავრობდა, გადაიფრენდა სტადიონის თავზე, სადაც ის სიტყვით უნდა გამოსულიყო და შემდეგ ეშვებოდა თითქოს ციდან მოვლენილი მესია იყო. ის ელოდებოდა ხალხს, სანამ ბრბოლში სრული სიჩუმე არ ჩამოწვებოდა, ისე თითქოს სიჩუმესაც ელოდებოდა, რომ გაჩუმებულიყო. შემდეგ ის სიტყვას იწყებდა ნელა, 7 ტონით და თანდათანობით ემოციური კულმინაციისკენ მიყვებოდა, კლავ და კლავ. ეს მეთოდი წარმოუდგენლად ეფექტიანი აღმოჩნდა მასების გულის მოსაგებად. ნელ-ნელა ეს სტრატეგია მუშაობს. ნაცისტები ხდებიან პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა. 1929 წელს დგება მოვლენა, რომელიც ჰიტლერს ძალაუფლებაში გადხორცნის. ესაა Wall Street-ის კრახი და დიდი დეპრესია.
ყველაზე მძიმედ ეკონომიკური კრიზისი გერმანიას დაატყდა თავს, როდესაც 1929 წლის კრახის შემდეგ ამერიკულმა ბანკებმა დაიწყეს გერმანიაში გაცემული სესხების დაუყოვნებლივ უკან გამოწვევა. სწორედ ამ კრედიტებზე იყო დამოკიდებული ვაიმარის რესპუბლიკის ეკონომიკა, რომელიც კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდა. მხოლოდ 2 წელიწადში 6 მილიონი გერმანელი უმუშევარი ხდება, სასიცოცხლო ზღვარზე მდგარი ხალხი შიმშილის პირასაა, გერმანელები მიისწრაფიან ძლიერ ლიდერთან, რომელიც ქვეყანას ამ ქაოსიდან გამოიყვანს. ამ ფონზე ნაცისტური პარტიის რეიტინგი მკვეთრად იზრდება და 1933 წელს ნაცისტები პარლამენტში ყველაზე დიდ პარტიად იქცევიან. და შედეგად ოდესღაც დაპატიმრებულ პოლიტიკურ აგიტატორ ადოლფ ჰიტლერს გერმანიის კანცლერის თანამდებობას სთავაზობენ და ღმერთობის კომპლექსის შეპყრობილი ადამიანის ხელში ეს ხდება ძალაუფლება, რომელთაც ისწყვეტს ვინ იცოცხლებს და ვინ არა. ჰიტლერი ძალაუფლებამდე დემოკრატიული გზით მივიდა. მაგრამ როგორც კი დემოკრატია თავის მიზანს მოემსახურება, ის ამბობს, დროა დავამთავროთ. ის არწმუნებს პარლამენტს, რომ მიანიჭოს საგანგებო უფლებები და ცვლის ქვეყნის კონსტიტუციას. გერმანელ ხალხს წინ უმძიმესი კოშმარი ელოდება, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. პირველი ნაბიჯი გერმანული ბატონთა რასის შექმნა. ჰიტლერს სურს რასობრივად სუფთა ბატონთა რასა. ამაში შედის შერჩევითი გამრავლება. საზოგადოების მხოლოდ ყველაზე ჯანმრთელ, ძლიერ და სწრაფ ადამიანებს უნდა მისცენ შთამომავლობის გაჩენის უფლება. 1933 წელს ჰიტლერი გამოსცემს კანონს შთამომავლობითი დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ეს იყო რასობრივი ჰიგიენის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა უმწეოთა და არასასურველთა სტერილიზაციას, რათა მათ შვილების გაჩენის უფლება არ ქონოდათ. 1933-დან 45 წლამდე 400,000 გერმანელი მოქალაქე სტერილიზებულია. ეს ადამიანები ჩვეულებრივი გერმანელები იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ერგებოდნენ ბატონთა რასის სტანდარტებს. შემდეგ ჰიტლერი აცხადებს, რომ ნაცისტური პარტია გერმანიაში ერთადერთი ლეგალური პოლიტიკური ძალაა. ჰიტლერი გზას უხსნის თავის ყავისფერპერანგიანებ შტურმაველებს და ისინი სასტიკად სცემენ, აპატიმრებენ ან კლავენ 4000-ზე მეტ კომუნისტ პოლიტიკოსსა და მათ მხარდამჭერს. ეს მძლავრი დარტყმა საბოლოოდ ანგრევს კომუნისტურ მოძრაობას როგორც პოლიტიკურ ძალას გერმანიაში. ახლა ჰიტლერი იწყებს იმ გეგმის შესრულებას, რომლითაც წმენს ყველა სხვა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, თუნდაც ისინი საკუთარი პარტიიდან ყოფილიყვნენ. მათ შორისაა შტურმაველების ლიდერი ერნესტ რემი, ადამიანი, რომელსაც ჰიტლერი წლებია იცნობს და ერთადერთია, ვისაც უფლება აქვს ადოლფად მიმართოს მას. თუმცა რემი სულ უფრო ხშირად გამოდის დამოუკიდებელი ინიციატივებით, რაც ფიურერს აშინებს. ჰიტლერის დიქტატურის ფორმირების გადამწყვეტი მომენტი დგება ძელი დანების ღამე. სანახაობა თითქმის დონ კორლეონის სტილის მორიგის საღამოა, სადაც მიზანი საკუთარი შეიარაღებული ფრთის განადგურებაა. ჰიტლერი აწყობს სასიკვდილო ხაფანგს და ავალებს ყველა შტურმაველის ლიდერს გერმანიის სამხრეთით მდებარე კურორტ ბადვაიში შეკრებაზე გამოცხადდნენ. დილით ადრე ჰიტლერი თავის პირადი გვარდიის SS-ის წევრებთან ერთად ჩადის ტყის პირას სასტუმროში. შემდეგ მიემართებიან ერნესტ რემის ოთახისკენ, ჰიტლერი ოთახში შედის, კარს ფართოდ ხსნის და ყვირის. ადექი ერნესტ, შენ დაპატიმრებული ხარ უმაღლესი სახელმწიფო ღალატის ბრძანებით. მეორე დღეს ჰიტლერი უკვე ბერლინშია. კანცელარიის ბაღში ჩაის წვეულებას მასპინძლობს, თავის კაბინეტსა და მათი ოჯახებისთვის თითქოს არც არაფერი მომხდარა. და ისეთი კაცისთვის როგორც ჰიტლერია, ბოროტებით შეპყრობილი და შეშლილი ეს ფაქტი მართლა არაფერს წარმოადგენდა. მაგრამ სინამდვილეში გასული 24 საათის განმავლობაში დააკავეს დაახლოებით 200 მაღალი თანამდებობის ყავისფერ ხალათიანი ოფიცერი. მათგან ბევრი შოკში იყო, მათ შორის რუმიც. შემდეგ კი ჰიტლერი გადადის საკუთარი პარტიის მიღმა მყოფი მტრების განადგურებაზე. ერთი კოდირებული სატელეფონო ზარით იწყებს ოპერაციას, რომელიც გახდება ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მოქმედება ნაცისტური ისტორიის განმავლობაში.
ჰიტლერი ანადგურებს ეკლესიის წარმომადგენლებსაც და ყველა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ხოლო ყოფილ კანცლერს გენერალ შლაიხერს საკუთარ სახლში სიცოცხლეს მოუსწრაფებენ. ხოლო კაცი, რომელმაც 1923 წელს ლუდის დარბაზის პუტჩი ჩაშალა გუსტავ ფონ კარი, სახლიდან ძალით გაიყვანეს, ტყესა და ჭაობში წაიყვანეს ბასრიქვის ჩამჩით, პიკაქსით გაჩეხეს. ჰიტლერის ქმედებები კიდევ უფრო ამყარებს საზოგადოებაში რწმენას, რომ ის თითქოს ღმერთის მაგვარი უზენაესი მბრძანებელია, მას უკვე შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს გადაწყვიტოს, ვინ იცოცხლებს და ვინ არა. მას შემდეგ, რაც ყველა მოწინააღმდეგე გაანადგურა, ჰიტლერი გადადის რევოლუციის მეორე ფაზაზე, რომელიც მან თავის წიგნში Mein Kampf აღწერა. ეს ფაზა კი იყო ებრაელების განადგურება. 1935 წელს ნიურნბერგში გამართულ ნაცისტური პარტიის ყოველწლიურ ყრილობაზე ნაცისტები იღებენ ებრაელთა წინააღმდეგ მიმართულ ახალ რასობრივ კანონებს, ანუ იგივე ნიურნბერგის კანონებს. გერმანელებსა და ებრაელებს შორის ქორწინება იკრძალება. ებრაელებს ართმევენ მოქალაქეობას და სამოქალაქო უფლებებს. მოგვიანებით ებრაელებს აიძულებენ ცნობილი ყვითელი ვარსკვლავი ატარონ. სასტიკი და მოძალადე ყავისფერ ხალათიანები დგანან მაღაზიების შესასვლელებთან პლაკატებით. არ იყიდოთ ებრაელებისგან. 3 წლის შემდეგ ჰიტლერი კიდევ უფრო შორს მიდის. შტურმაველები მთელ ნაცისტურ გერმანიასა და ავსტრიაში გაავრცელებენ თავიანთ უნიკალურ ტერორს. ამ ღამეს კი უწოდებენ როლის ღამეს, იგივე კრისტალნახტს, ანუ ღამე, როდესაც ნაცისტებმა ებრაელებს ეგრეთ წოდებული პოგრომი მოუწყვეს და გადაწვეს 1000-ზე მეტი სინაგოგა, გაანადგურეს 7000-ზე მეტი ებრაული მაღაზია. ებრაელებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ დაუსჯელად. მრავალი ადამიანი მოკლეს. ზოგიერთ სხეულზე სვასტიკა გამოუკვეთეს. დააპატიმრეს 30000-მდე ებრაელი მამაკაცი და გააგზავნეს საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც მათი უმეტესობა დაიღუპა. გერმანელ ხალხს პირველად ეძლევა შესაძლებლობა დაინახოს, რას ნიშნავს ჰიტლერის ანტისემიტიზმი რეალურ ცხოვრებაში. 250,000 ებრაელი ტოვებს გერმანიას, მაგრამ 200,000-ზე მეტი მაინც რჩება ქვეყანაში. ამავდროულად ჰიტლერი აგრძელებს საიდუმლო შეიარაღებას და სამხედრო ძალის სწრაფ ზრდას, lebensraum-ის საცხოვრებელი სივრცის მოსაპოვებლად. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დადებულმა ვერსალის ხელშეკრულებამ გერმანიას მხოლოდ 100,000 ჯარისკაცის ხელისუფლება დაუტოვა. მაგრამ როგორც Mein Kampf-ში გაცხადებული ჰქონდა, ჰიტლერი აშენებს ევროპაში ყველაზე ტექნოლოგიურად აღჭურვილ არმიას. გერმანია სწრაფად მილიტარიზდება, მოტორიზებული, შეიარაღებული და საომრად მზადყოფნი ქვეყანა საბოლოო ჯამში სრულად გარდაიქმნება. შემდეგ ჰიტლერი იწყებს თავისი საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, მისი მიზანი კვლავ lebensraum-ის გაფართოებაა. პირველი ნაბიჯია არმიის შეყვანა რაინლანდში, რეგიონში, რომელიც პირველ მსოფლიო ომამდე გერმანიის ნაწილი იყო, მაგრამ შემდეგ ოკუპირებული იქნა. 2 წლის შემდეგ ჰიტლერი ახორციელებს ანშლუსს, ავსტრიის ანექსირებას. ეს იყო მისი ბავშვობის ოცნება, გაეერთიანებინა გერმანელი და ავსტრიელი ხალხი. გჭირდება რაინლანდი, გჭირდება ავსტრია, გჭირდება ყველა ის მიწა, რაც წაგვართვეს, აცხადებდა ჰიტლერი. და ბევრს ჯეროდა ამ ლოგიკის. საკუთარ მემუარებში ჩერჩილიც კი წერს, ლოგიკურად ჰიტლერს არგუმენტი ნამდვილად ჰქონდაო. შემდეგ წელს ჰიტლერი იპყრობს ჩეხოსლოვაკიის იმ ნაწილს, სადაც დიდი გერმანული მოსახლეობა ცხოვრობს. მოგვიანებით კი იკავებს მთელ ქვეყანას, თუმცა იქ გერმანელები თითქმის აღარ ცხოვრობენ. გერმანიას სჭირდება გაფართოება, ახალი ტერიტორიების დაპატრონება, განსაკუთრებით აღმოსავლეთის მიმართულებით. და ყოველ ახალ დაპყრობას ახლავს ერთი და იგივე შედეგი. ბრიტანეთი და საფრანგეთი მხოლოდ მკაცრ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ რეალურად არავითარი ქმედება არ მოჰყვება ამას. ამიტომ, როდესაც მათ განცხადებაში წერია, რომ პოლონეთში შეჭრის შემთხვევაში ომს გამოუცხადებენ გერმანიას, ჰიტლერი უბრალოდ არ მიაქცევს ყურადღებას. 1939 წლის 1 სექტემბერს ჰიტლერი თავს ესხმის პოლონეთს. მეორე მსოფლიო ომი იწყება.
სწორედ ამ მომენტიდან სხვა ქვეყნების ლიდერები პირველად ხვდებიან რა მასშტაბის სიგიჟეა ჰიტლერის რეალური სახე. ისტორიაში პირველად დამპყრობელი არმია ცივილურ მოსახლეობას მასობრივად და განსაკუთრებული სისასტიკით ესხმით თავს. როგორც თვითონ ჰიტლერმა თქვა, ეს არის რასობრივი განადგურების ომი. მისი ბრძანება, რაც არ უნდა გედგას წინ, გაანადგურე. ეს ეხება არა მხოლოდ ჯარს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობასაც. გერმანული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკე იმ დროისთვის უბადლო და აღუწერელი კატეგორიის იყო. მხოლოდ მოგვიანებით დაარქმევენ მას სახელს დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. ათობით ათასი პოლონელი სიკვდილით ისჯება და მხოლოდ 6 კვირაში პოლონეთი დამარცხებულია. ამ დროისთვის 2 მილიონი პოლონელი ებრაელი ვარდება ნაციის ხელში და ელოდება საკუთარ ბედის წერას. 1940 წლის გაზაფხულზე დანიის მეფე კაპიტულაციას აცხადებს. ნორვეგიას კი ჰიტლერის არმია იპყრობს. მაისიდან ივნისამდე ჰიტლერის ტანკები გადაურბენენ საფრანგეთსა და ბენილუქსის ქვეყნებსაც. ამ წარმატებებმა ჰიტლერი დაარწმუნა, რომ იგი მართლაც არიელთა მხსნელია მესიასავით. ამ რწმენით იგი სრულად ითავისებს გადაწყვეტილებას, შეიჭრა სტალინურ საბჭოთა კავშირში 1941 წლის ივნისში. მის არმიას წინასწარ ამზადებენ მასობრივი მკვლელობებისთვის, რომლებიც აღარ იქნება მხოლოდ დაშვებული, არამედ წახალისებული. დასავლეთით გაჭრილი არმია იწყებს შეტევას საბჭოთა კავშირზე. ჰიტლერისთვის ეს ომი წარმოადგენს გერმანიის ბოლო გადამწყვეტ ბრძოლას ლებენზღაუმისთვის. ის იმ საცხოვრებელი სივრცისთვის, რომელიც მან მეინ კამპში დაუბარა გერმანელ ხალხს. ჰიტლერის ბრძანებაა, რომ არმიამ არ იდარდოს ომის წესებზე. სლავები აღიქმებიან როგორც არასრულფასოვან რასად, მათ არ ეკუთვნით თანაგრძნობა. საბჭოთა ტყვეები იგზავნებიან შიმშილის ბანაკებში, სადაც 2.6 მილიონი ადამიანი შიმშილით იღუპება და კიდევ 500,000 ადამიანს პირდაპირ კლავენ. თუმცა ეს ჯერ კიდევ მხოლოდ დასაწყისია იმ ბოროტებისა, რასაც ჰიტლერი გეგმავს. 1941 წლის ივლისისთვის ჰიტლერის არმიები უკვე აკონტროლებენ პოლონეთს და საბჭოთა კავშირის დასავლეთ ტერიტორიებს, რაიონებს, სადაც მილიონობით ებრაელი ცხოვრობს. და როგორც იქნა ჰიტლერს მიეცემა საშუალება განახორციელოს თავისი ყველაზე ავადმყოფური რასობრივი იდეა, რომლითაც ებრაელები იტყდებიან კიბოთ, რომელიც უნდა ამოიჭრას. ჰიტლერის უტოპიური იდეალისკენ სწრაფაში სხეულისა და გონების სრულყოფილი არიული მოდელის შესაქმნელად ყველა, ვინც არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, განწირულია სიკვდილისთვის. ნაცისტურმა გერმანიამ შექმნა სპეციალური დანიშნულების რაზმები აინზაც გრუპენი, რომლებიც პოლონეთსა და საბჭოთა კავშირში შემოიჭრნენ გერმანული არმიის კვალდაკვალ და უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ებრაელების, ბოშების, კომუნისტებისა და სხვა არასასრული მოსახლეობის მასობრივ განადგურებაში. ეს მობილური სიკვდილის რაზმები ითვლება ჰოლოკოსტის საწყის ეტაპად, რომელიც მოგვიანებით გადაიზარდა სისტემურ გენოციდში, საკონცენტრაციო ბანაკების მეშვეობით. მოწამეებს აიძულებდნენ ამოეთხარათ საკუთარი საფლავები, პირველი ჯგუფი ჩადიოდა თხრილში, ერთდროულად ხდებოდა გასროლა. შემდეგ უკვე სხვა ჯგუფი შეჰყავდათ და მკვდარ გვამებზე აწვენდნენ. შემდეგ კვლავ გასროლა და ასე მეორდებოდა 1000 ჯერ. ამ გზით დაახლოებით 1,5 მილიონი ებრაელი დახოცეს. ამ პროცესს უწოდებდნენ სარდინის შეფუთვას. ეს იყო ებრაელების მოსპობის გზა, რომელიც მკაცრად არაეფექტიანი და ეკონომიკურად არამომგებიანი იყო. სრულიად საიდუმლოდ ჰიტლერის ახლოწრე იწყებს მასობრივი მკვლელობების სხვა მეთოდების ექსპერიმენტებს, მომავალი საბოლოო გადაწყვეტის წინამორბედს. ნაცისტები იწყებენ საიდუმლო ევთანაზიის კამპანიას, რომლითაც კლავენ დაუნის სინდრომითა და სხვა გონებრივი ან ფიზიკური აშლილობით დაავადებულ ბავშვებს. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები შორს გაყავთ ოჯახებიდან და აგზავნიან სპეციალურ ჰოსპიტალებში, სადაც მათ ლეტალური ინექციით კლავენ. დაახლოებით 5,000 ავადმყოფი ბავშვი მოკლეს სპეციალურად შერჩეულმა ექიმებმა და მედებმა. თუმცა ეს მეთოდიც არ გამოდგა საკმარისად სწრაფი და იაფი.
ნაცისტებმა დაარსეს საიდუმლო განყოფილება T4 პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანების რაც შეიძლება სწრაფად და ჩუმად გაწყვეტას. ისინი იწყებენ შხამიანი ნახშირორჟანგის გაზის ექსპერიმენტებს, რომლებიც ტარდებოდა საშხაპეებში. ამ გზით მოკლეს კიდევ 70,000 ფიზიკურად და გონებრივად დაავადებული ადამიანი, კაცები, ქალები და ბავშვები. როცა საზოგადოებისთვის სასაკლაოების ჭეშმარიტება სულ უფრო ნათელი ხდება, მათ ემართებათ პირდაპირი შოკი, რადგან მსხვერპლთა შორის შეიძლება აღმოჩნდნენ მათი მეგობრები ან ოჯახის წევრები. ევთანაზიის კამპანიამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა პირვანდელ გეგმას და როდესაც ამის შესახებ ბევრმა გერმანელმა შეიტყო, დაიწყო პროტესტი, რის შედეგადაც ჰიტლერმა ფორმალურად შეაჩერა პროგრამა. 1941 წლის ბოლოსთვის მას უკვე ესმის, მან გადაკვეთილ ზღვარსაც რომ გადააბიჯა და ეს გერმანელებისთვის მიუღებელია. მოქალაქეთა პროტესტი ჰიტლერს ასწავლის გერმანელ ხალხს არ მოსწონს მასობრივი განადგურების თვალით ხილვა. მომავალი მკვლელობები უნდა განხორციელდეს ფარულად. გერმანიის ფარგლებს მიღმა და ის თვითონ არ უნდა იყოს მათთან პირდაპირ დაკავშირებული. გაკვეთილზე დაფუძნებით ჰიტლერი აყალიბებს ებრაელთა განადგურების პოლიტიკას და ის ხვდება თუ უნდა განაგრძოს საიდუმლო განადგურების გეგმა, უნდა მოატყუოს საკუთარი ხალხი და შეინარჩუნოს მზრუნველი ლიდერის ნიღაბი. ამიტომაც იგი აღარასდროს აწერს ხელს არც ერთ კომპრომატირებულ დოკუმენტს. იგი პირადად არასდროს გასცემს ჰოლოკოსტის დაწყების ბრძანებას. არ იარსებებს არც ჩანაწერი და არც დოკუმენტი მისი ხელმოწერით. თუმცა ყველაფერი რაც გაკეთდა, განხორციელდა მისი სახელით და სწორედ ასე ადოლფ ჰიტლერის სახელით იწყება ეგრეთ წოდებული საბოლოო გადაწყვეტის გეგმა. ევროპაში მცხოვრები ყველა ებრაელის ფიზიკური განადგურება. 1941 წლის დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტა პრაქტიკულად ამოქმედებულია. პოლონეთის ტერიტორიაზე იწყება განადგურების ბანაკების ქსელების შენებლობა. სახელები ბელჟეცი, სობიბობრი, ტრებლინკა, მაიდანეკი და აუშვიცი გახდება ჰიტლერის რასობრივი ბოროტების იდეების კულმინაცია. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ებრაელებს აკავებენ და აგზავნიან სწორედ ამ სიკვდილის ბანაკებში. ბანაკებში ჩასვლისას ბევრი უკვე გზაში იყო დაუღბილი. შიმშილი ციცხით ან სიმჭიდროვით, ვაგონების გამო. როცა ეგრეთ წოდებული საქონლის გადასაყვან კარებს გახსნიდნენ, ადამიანები იატაკზე ცვიოდნენ. მათ იქვე ხვდებოდნენ SS-ის ჯარისკაცები, იარაღით ხელში და მშიერი გაწვრთნილი ძაღლებით. ბრუტალურად აყოვნებდნენ, ყოფდნენ ჯგუფებად ოჯახებიდან, ბავშვებს აშორებდნენ ძალით და სიტუაცია პირველივე წამიდან იყო ძალადობრივი. მისათვის რომ შიში და პანიკა შეემცირებინათ, ბანაკებში გავრცელებული იყო ტყუილი, თითქოს ებრაელები უბრალოდ ჩხაპისთვის ემზადებოდნენ. სიკვდილის კამერები იყო შენიღბული როგორც დეზინფექციის საშხაპეები. ადამიანებს ავალდებულებდნენ გაეხადათ ტანსაცმელი და შიშველი შეჰყავდათ დახურულ სივრცეში. კარები იკეტებოდა. შემდეგ იწყებოდა გაზის გამოშვება, წამებში იწყებოდა სიკვდილი, საშინელი ყვირილი, ჰაერისთვის ბრძოლა, სხეულები ერთმანეთზე დაგროვებული. ეს იყო დანაშაულებრივი, დაგეგმილი გენოციდი ინდუსტრიული მასშტაბის. ადამიანების ფიზიკური განადგურება როგორც სისტემის ნაწილი. ეს იყო რაღაც ახალი, ეს იყო რაღაც განუზომლად დიდი ბოროტების ნაწილი და ჰიტლერი ალბათ ყველაზე მასობრივად მკვლელი დიქტატორია სოფლიო ისტორიაში. მათთვის, ვინც უბრალოდ ამ უმაღლესი რასის ნაწილი არ იყო, დაბადებისთანავე იყო უკვე დასჯადი და უკვე განწირული ამ სისტემისთვის. წლების განმავლობაში სისტემა სრულყოფილად დაიხვეწა. ჩასვლიდან სიკვდილამდე პროცესი უკვე 1 საათზე ნაკლებს საჭიროებდა. ბანაკები დღეში 12,000-დან 15,000-მდე ადამიანის მოკვლას ახერხებდნენ. ამ ჯოჯოხეთური სასაკლაოს პიკი გახდა აუშვიცი. აუშვიცი ბირკენაუ ყველაზე ცნობილი სიკვდილის ბანაკი იყო. ყველა ბანაკი პოლონეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა და თითოეული მათგანი მხოლოდ ადამიანების მასობრივი განადგურებისთვის შეიქმნა.
ეს ბანაკები არ იყო და არ იყვნენ შრომისთვის ან პატიმრობისთვის განკუთვნილი. ისინი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდნენ: სიკვდილს. ინდუსტრიულ მასშტაბზე აყვანილმა მასობრივმა მკვლელობებმა შექმნა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ჰიტლერს საზოგადოების ფართო მონაწილეობა სჭირდებოდა, მონაწილეობდნენ მასში ოფისის თანამშრომლები, მძღოლები, რომლებიც ებრაელებს ბანაკებში გადაჰყავდათ, ბანაკებში დასაქმებული მუშები, ნაცისტური ბიუროკრატები, რომლებსაც ცოლები და შვილები ჰყავდათ. გერმანიაში ჰოლოკოსტი იმდენად სისტემური იყო, ვერავინ იტყოდა, რომ არაფერი იცოდა. ეს პროცესი ყველას ეხებოდა. ჰოლოკოსტის საზოგადოებისთვის მისაღებად წარმოსაჩენად ჰიტლერის გადაწყვეტილება იყო ებრაელები თავად დაედანაშაულებინა საკუთარ განადგურებაში. თუ ებრაული საერთაშორისო ფინანსური ძალები შეძლებენ კიდევ ერთხელ ჩაძირონ კაცობრიობა მსოფლიო ომში, მაშინ შედეგი არ იქნება იუდეველების გამარჯვება, არამედ ევროპაში ებრაული რასის განადგურება. ამ განცხადებით ჰიტლერი ცდილობს გერმანელ ხალხს პასუხისმგებლობა არიდოს თავიდან. ის ამბობს, რომ ებრაელები თავად არიან დამნაშავე იმ უბედურებაში, რაც თავს დაატყდათ. 1944 წლის ბოლოსთვის ჰიტლერის თანხმობით მოკლულია 6 მილიონი ებრაელი. ჰიტლერს გონია, რომ საბოლოოდ საკუთარი ოცნება აისრულა, მაგრამ ის შეცდა. სწორედ ისინი, ვინც მან დაქვეითებულ ადამიანებად უდაბლეს რასაც შერაცხა, სწორედ მათ მოუღეს ბოლო და მისკენ მიემართებიან. 1945 წელს გერმანია განუწყვეტლივ იბომბებოდა. წითელი არმია უკვე ბერლინისკენ მიიწევს და ფიურერი, ეს უდიდესი ირონიაა, რეჟიმმა, რომელიც თითქოს 1000 წელს უნდა გაგრძელებულიყო, სინამდვილეში მხოლოდ 12 წელი გაძლო. და ბოლოს ჰიტლერის კანცლერობიდან დარჩენილი ნანგრევების ქვეშ მიწისქვეშა ბუნკერი ჩამოყალიბდა, საიდანაც ჰიტლერი აღარ გამოდიოდა. ეს არის მახინჯი და აბსურდული სურათი გადაგვარებული დიქტატორის, რომელიც სიცოცხლის ბოლო დღეებში უმწეოდ ცდილობს მართოს, რაღაც აჩრდილივით არსებობა, რაც ოდესღაც მისი სამარადჟამო რაიხი იყო. ბოლოს ის მხოლოდ ერთს ითხოვდა: სრული განადგურება. ჰიტლერის შეხედულებით სიცოცხლის სასტიკ ბრძოლაში გერმანიამ იგი გაწირა, ამიტომ გერმანიასაც უნდა მიეღო სასჯელი მის სიკვდილთან ერთად. ნაცისტი მესიისათვის ადოლფ ჰიტლერისათვის ძველი ტრიუმფები უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა ის მხოლოდ ქარაფშუტა მოხუცია და მოუკიდებლად რომ ვერ აზრონებს და ნარკოტიკების კოქტეილით არის გაბრუებული. ბუნკერში როგორც კუთხეში მიმწყდეული ვირთხა. ბოლო ვახშამზე მდივნებთან ერთად ჰიტლერი უკვე აღარ ლაპარაკობს გერმანიის ბედზე ან ებრაელთა განადგურებაზე, არამედ საუბრის თემა სხვაა: ძაღლების გამრავლების იდეალური მეთოდი და მისი წარმოდგენა თითქოს ტურჩ-საცხი საფრანგეთში მზადდება პარიზის კანალიზაციიდან გაწმენდილი განავლიდან. ერთადერთი, ვინც ბოლომდე რჩება მის გვერდით, არის მისი საყვარელი ევა ბრაუნი. ჰიტლერი მას ცოლად არ შეირთავს, სანამ მათ თვითმკვლელობამდე ერთი დღე არ რჩებათ. ბოლოს ერთგული მრჩევლების წინაშე პატარძალი და სიძე ფიცდებენ, რომ ორივენი სუფთა არიული სისხლისანი არიან. აპრილის ბოლო დღეს 1945 წელს მოსკოვის დროით დაახლოებით 3 საათზე ჰიტლერი და ევა მისი კერძო ოთახისკენ მიემართებიან ბუნკერში. ჰიტლერი ევას გადასცემს ციანიდის კაფსულას. გადაწყვეტილია, ისინი ერთად დაასრულებენ სიცოცხლეს. ევა იღებს შხამს, ხოლო ჰიტლერი თავის თავს ესვრის ვოლტერის პისტოლეტით. ასე სრულდება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბოროტი და ეშმაკი დიქტატორის სიცოცხლე. ზუსტად ერთ კვირაზე ცოტა მეტი დრო გადის და 1945 წლის 8 მაისს გერმანია უპირობოდ კაპიტულაციას აცხადებს. ჰიტლერის ომი იქცევა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიან დაპირისპირებად. მისი სიკვდილის ბანაკების აღმოჩენის შემდეგ მთელ მსოფლიოს პირველად ესმის მისი რეჟიმის ჭეშმარიტი უსაზღვრო ბოროტება. ჰიტლერი იყო მოვლენად გამორჩეული ისტორიაში არავის მოუტანია ეთნიკური წმენდა და განადგურება საომარი პოლიტიკის დონემდე.
მისი იდეოლოგიის აბსოლუტური მარცხის უდიდესი მტკიცებულებაა დღევანდელი გერმანია, სტაბილური, დემოკრატიული, მულტიკულტურული და ტოლერანტული, ზუსტად ისეთი და ის ადამიანი, ვინც ჰიტლერს სიცოცხლის ბოლომდე სძულდა, ანუ ისეთი, როგორიც შენ ხარ. სერიალს ახმოვანებდა ისტორიკოსი შალვა მინდაძე. თარგმანი კომენტარები დაურთო ისტორიის პლატფორმის სარედაქციო ჯგუფმა. სერია მეორე, ადოლფ ჰიტლერი, სიკვდილის იდეოლოგი. საინტერესო ვიდეოსთვის არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა. სერიალს წარმოგიდგენთ ისტორიის პლატფორმა.